ხუთი პომადა, ვითომ პომადა გაქვს? არ მინდა. მოიცა მოგილოცა რა? ვითომ პომადა გაქვს? არ მინდა. რა უნდა მომილოცა მოდი. მოიცა. კუ როგორ იწერება ნიკა? ჯუ ოღონდის არ უნდა, ხაზი. მოიცა ბიჭო. იბაყი არ დამაწერო ეხლა ბიჭო. ხადას დაგაწე. სული. გამარჯობა მინას. როგორ გზანდებით? როგორ გზანდებით? რა კარგად გამოიყურებით? აბა, სახში ხომ კარგად? შვენიერი სათვალე გიკეთიათ, მანო. ძალიან. და შემოხვედით პირველი ნიჭიერა ადგა დაგვასწრო ყველას და პირველი ადგა. მოგესალმა. კარგად ხარ. როგორ გზანდებით? ძალიან გვიყვართ ხარ. ყველას. რას ლაპარაკობ? ისე რა კარგია, რას ვაკვირდები, რომ სემესტრის ბოლოს როგორ ყველა კარგად მესწანება და ყველას უყვარდათ. სემესტრის ბოლოს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ნიშნები, აბა ნახავთ ეხლა ვის რა გამოყვა, ვის რანაირად დაეგდეთ. ვახტანგიშვილის გენაცვალე, ჩემს საგანში 4-იანი გენაცვალე. რატო მას? აუ არა მას რა. ხვეწებით 5-იანი მინდა რა მას. 5-იანი გინდა? დიახ. შევ თუ 5-იანი გინდა გენაცვალე, ეგრე მე შუბა მინდა. სარაფანა მინდა, რა ვიცი. ბავშვს ფექსაცმელი უნდა, ჩემქმარს ის უნდა, დობლიო გაუფუჭდა იმის მოტორის. რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა ვინდა. ხო, ჯანხოთას 5-იანს უწერად. მაგას რატო უწევთ? მას 5-იანი ბიჭო. იმიტომ რა 5-იანი რატო? იმიტომ რომ მთელი წელი არ უვლია ბავშვს და არ შემაწუხა. შესაბამისად. ასე ჩვენც ავილი. მოგზანდით? გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. დაბზანდით. გამარჯობა. გამარჯობა. არ არის საჭირო, არ არის. რა პიანისტის თითები? რა პიანისტის? ისიც რა პიანისტი დადგებოდა? ამ ხელებით ამათ უნდა დაუთმო, ნიკო დრო. რა გამორიცხულია რო იცოდე, ამაღამ მიფრინავ და მე მივხვდი რომ ჯანელიძეს ნიშანს არ დაუწერ. გამორიცხულია 2-იანს გამოვაყოლებ და ჩარჩება კლასში. რატო არა? ფენისაკისაც ფენიცით. რას მერჩით? რატო 2-იანი რა შუაშია? წარმოგიდგენია როგორი თავხედია? რა იცი აბა შვილო გენაცვალე? რატო სიმღერა ხო ვიცი? რომელი სიმღერა იცი შვილო? აი სიმღერა. Ты морячка, я моряк, ты рыбачка, я рыбак, ты на суше, я на море, мы не встретимся никак. Ай, ხო ვიცი? მაშინ კიდე ნიშანი დაგიწერო? Конечно. არა, მე არ ვერევი, თქვენ მუსიკას წონეთ და ამას ჯეოსტარის თავმჯდომარე მგონი ვარ მე. ამ დროს ლასკალაში, მეტროპოლიტენში, ვენის ოპერაში სპექტაკლებს დირიჟორობთ და ამას მიბედავს ეს. არ დაუწერ მე მაგას ნიშანს. გამორიდა და ჯექი გენაცვალე, გამორიცხულია მე მაგას ნიშანი დაუწერო. აი ახლა გამაღამ მიფრინავ, პრემიერა მაქვს ისეთი სპექტაკლი გამოდის, მანონიკო სულ მინდა რომ დაგპატიჟო, მაგრამ ვერ ჩამოფრინდები, ვიცი რომ გამოცდები გეწყება. გამოცდები და რა ვიცი ახლა. თავო ჩამოლ მისე მინდა რომ მანქანაც წამოვიყვანო ახლა ისე. არა მაგაზე ხა ვერ დახპირდები, მაგრამ ისეთ სპექტაკლს ფოტოშორის გადაიღებენ და გადმოსცემენ. იდგმება ჩორნიე გლაზა და მე ვდირიჟორობ. ისეთი არია, ჩორნიე გლაზა, умираю в спальне. Чёрные глаза, я только тебе мечтаю, чёрные глаза. ვიცი კაცო, საუბარი მოყარულია. თორე კევები რაღაცები წამომიღეთ, ხო?ანი გაკერა მე. დირიჟორი ვარ, გენაცვალე. აზრი არა. მანონიკო, აბა ბედნიერად იყო, კარგად სექტემბრამდე. აბა შენ იცი დაგლიდებიანი. შეუვიცო შენ. Зараза. გაჩვენა. ზარაზა და ჩავრაზა შენა. უვიცი ხარ და იმიტომ გიწეს, თორე ეს ტყუილა ესეთი მუსიკოსი არის, აი ესე. რა ვიცი. აი ესე უკრავს პიანინოზე ისეთი მაგარია. შემოიდებს ხოლმე და აი ისეთი მაგარი არის, ღირსი ხარ და იმიტომ დაგიწერა. ნიშანი აგრეთვე ქრესტომატიაში გენაცვალე 2-იანი. რატო მას? რატო და 2-იანი გამოყვება ქრესტომატიაში გენაცვალე? ეგრე გეკუთვნის და რატო მას ოდეს გამიძახებით, მარადჟამს უდრტვინველად გიყვებოდით, მუნ ყველაფერს ასე არის ხო? რას ბოდიელო ფერთი რა. თვინელად ეხლა გაახსენდა. 2-იანი გახ, კაცო, დაბძანდი, 2-იანი გააგდა, всё, 2-იანი გამოყვება, 2-იანი, всё. აუ, 2-2-იანი რა ამბავია. რატო? 2-იანი თქო. რატო? იმიტომ. რატო?
რა ამბავია ორი-ორიანი? სამიანი. რა დუილო? ძალიან კარგი რომ ამთავრებთ ისე და ძალიან კარგი რომ ამთავრებთ და დავისვენებ თქვენგან რა განსაკუთრებით შენგან გრიგოლია. მართლა? დიახ. რა კარგი, მეც დავისვენებ თქვენგან. ვისგან დაისვენებ? თქვენგან. აბა ეხლა ეთრე და დადექი კუთხეში. ხო დაისვენებ შენგან, აი დაგასვენებ კუთხეში მე შენ. დაეგდე იქ. მიდი დაეგდე. ცოდვა მას. ცოდვა რას ლაპარაკობ? მიტრიალდი. ცოდვა. მიტრიალდი თქო. ნუ იხედები მიტრიალდი. გაიხედე იქ. ხა კედელია რას უყურო. გაიხედე. ტიტველი ვარ და გაიხედე. წარმოიდგინე რომ ტიტველი ვარ, გაიხედე всё. როგორ წარმოვიდგინო არა ხა. ხო, წარმოდგენის თავიც არ აქვს, ფანტაზიაც არ აქვს. დაეგდე. აბა შენ ეს ებილიეს. ვისაც ორი ყავს კიდე გენაცვალე საშემოდგომა ვისაც გამოყვება ორიანი ჩამოვა წელს და ქობულეთში ჩამაბარებს. ბუნგალოში მოვა ხუთკაციან მაგიდაზე როგორც ხდება ხოლმე იქ. ყველაფერი თავისებურად და იქ ჩამაბარებს რაც ექნება ისა. სხვაზე კარგი, იქ რო ჩავაბაროთ. ო, იქ თუ ვერ ჩაგაბარეთ? იქ თუ ვერ ჩააბარეთ, მაშინ საშემოდგომო ხო იმას ნიშნავს რომ შემოდგომაზე შესაბამისად, შემოდგომაზე ჩამაბარებთ მაშინ მოგონ უკვე კახეთში. კახეთში იქ ჩამოყვეთ სოფეში, გაგრას რთველი რო ემთხვევა, მაგ დღეს გეტყვით რიცხვს. და იქ რთველზე ჩამოყვეთ და იქ ჩამაბარებთ. გოდრები ყველაფერი მაქვს, ეკატორიც არის ყველაფერი. ხო, აი ესე ჩემო კარგი. ლონთაძე ვახტანგიშვილი, გრიგოლია, ჯანელიძე, ამთავრებთ სკოლას ყველა, ხო? აი, ამთავრებთ ამ სკოლას ამთავრებთ. ხო და მიდიხართ ახედან, მიდიხართ და რას იმაშებით, აი რა მიგაქვთ ამ კედლებიდან, ამ სკოლიდან, ლონთაძე აბძანდი შენ. რა მიგაქვთ ამ სკოლიდან, აბა შეგიძლია მითხრა. ამდენი წელი ისწავლე, ხო? რატომ კადრეთ მან იმას? რა მიგაქვთ თქვენ ერთი მაინტერესებს? არაფერი არ მიმაქვს. როგორ არაფერი არ მიგაქვთ ამ სკოლიდან? დედას ვიცავარ, მან იმას ახალ. გამჭხრიგეთ. თუ ვიღათ გამჭხრიგეთ. დაიგე, გამჭხრიგეთ. აზე არა ხარ ასე ვიცახი საერთოდ. აზე არა ხარ. არ იცი რაღაც ერთხელ. ვახტანგიშვილი შენ რა უნდა გამოხვიდე, აბა? ო? მოგახსენე. მე გადავწყვიტე მასწავლებელო, ჩავაბარო იურიდიულ ფაკულტეტზე, შევისწავლო იურისპრუდენცია და გამოვიდე პოლიციელი, რათა დავაკავო ავაზაკები, ბოროტმოქმედები და ის ხალხი, რომლებიც პატიოსან მოსახლეობას ფულს ართმევენ და ლუკმაპურს ართმევენ. როგორ ჩამოყალიბებული აქ? არა შენ ჩამოაყალიბებ რა. შენ რა უნდა გამოხვიდე ჯანელიძე? მე პატივცემო უნდა გამოვიდე ყაჩაღი. და პატიოსან მოსახლეობას წავართმე ოფლითა და შრომით ნაშოვნ ფულს, მოვიტაცებ, მერე გამოვძალავ ფულს და ავიშენებ ჩემთვის ოქროს სასახლეს. და ეს იქნება ისე. ერთი წუთით მას მოქალაქემ, თქვენ დაპატიმრებული ხართ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთგავს რაღაც. რა არის, რა დაიგდე ახლა. და შენ გიდა პოლიციელი გამოხვიდე, ხო? რო გაიზრდე. მირთხავს. ო, რო ეგრევე დაიწყე ფიქრები რო დაგიჭერეთ. რატომ არ გამოვალ მას? რატომ ვერ გამოხარ გენაცვალე და პოლიციელი თუ ვიდა გამოხვიდე, უნდა იცოდე რომ კაიბის ხელი არ უნდა დაადო. ხარვაშა მალჩი ხელშეუღებელიო, არის არ გაგიგია მაიც. რაღაცინებს. ამაზე საწყალო შენ, საწყალი. ერთი რა მაინტერესებს კიდე. ის ხო, ლონთაძე შენ რა აბას შესადაპირებ. სადმე გინდა ისეთი მე მანამ იმას სანამ რამე პროფესიას ავირჩიო, მანამდე მინდა მონაწილეობა მივიღო ყველაზე ის რო არის ეროვნული მედია პროექტი ეტალონი, იმაში უნდა მივიღო მონაწილეობა. მერე იქ გავიმარჯვებ მე. ამაში დარწმუნებული ვარ და მე რო გავიმარჯვებ, თქვენ ხო ჩემი დამრიგებელი ხართ და აღნიშნავენ თვეში 50 ლარს სტიპენდიას დაჭვიანი ხარ რა. ბარემ შესულელო მიდი და ჯეობარში გაიმარჯვე და 25 კედას მოვიდე. დაბძანდი. ჭვიანი გამომიჭდა. ერთი რა მაინტერესებს ისა. შარშან კი არა და გუში როტუსოვკა იყო. იმასთან სახში. ჟანხოთელთან თუ ვისთანაც იყო. გრიგოლია შენ ბრძანდებოდი? კი მას. ბრძანდებოდი. ჩემს გოგოს ეცეკვე შენი? ხო მას თვითონ არა ეცეკვე? ხო თვითონ და ჩალიჩებოდი ხო?
ეჩალიჩე თვითონ მოვიდა. აღია, რას ქვია თვითონ მოვიდა? აღიარე რომ ეჩალიჩე. ხო, მას ეხლა ეჩალიჩე და როგორც საჭირო ყველაფერი, ხო? არა. არა, მე კი არ გიშლიშვილი, რას ლაპარაკობ, ახალგაზრდები ხარ და უნდა იგულავოთ, კაცო. აბარა, მე პრეზია არა მაქვს არანაირი, აბარა, ახალგაზრდები ხარ, იგულავოთ და ყველაფერი, კიდათ, აბარა, მე ჩემი ახალგაზრდობა ისე გავლია, არაფერი არ მომიკლია, კაცო. არაფერი საუკუნის დასაწყისი, აი, ესე მქონდა სულ, მაგრამ ერთი ეს გამაგებდი, ეს კაბის შემოხება რა არის? რას ნიშნავს? ვანდალი ხარ, ყაჩაღი ხარ თუ სადისტი ხარ, ვერ გაგიგე? თქოვა, ესე მირჩევნიაო, შემომახიო, ესე მომწოს. რა თვითონ ხარ, რობოტია რომ რაღაცაზე, რა თვითონ ხარ? შემომახიო. თვითონ თქოვა. თვითონ ხარ, შეჭქვა არა თავში მე რე? თვითონ ხარ. საათღაც ერთი კაბა ქონდა, მამამისმა ჩამოუტანა კიშინოვიდან, მეტი გამოსასვლელი არც ქონდა. ვანდალი ყაჩაღი ხარ, ვიღაც თან ისი არის გახეული კაცო, ვერც ამოვკებს, სტროჩკაში მაინც გაღეხია კაცო. ვერც ამოვკებსა, რა უნდა გადავაგდო ეხლა? აი, გაიხდი შეკაბას და მოიტან დადებ. ისმენ. მას, აი ჩვენ სამახსოვრო წარწერები გავუკეთეთ ერთმანეთს და შეიძლება თქვენ სამახსოვრო წარწერად დაგაწეროთ? რა თქმა უნდა შეიძლება, ოღონდ ეხლა იქ არ დამაწეროთ ისე. რეალი მაგარია და ბარსელონა ჩემპიონი და ეგეთი უაზრობები არ მინდა. დამაწერეთ Manchester forever. აი, მას დამაწერ. მე ბანკეთზე კიდე ნორმალურად ჩაიცვით იქ ამოტმასნილები და ისინი სტრეიჯებით არ მომბძანდეთ იქ. კლასიკურად ლამაზად გაფიწყინებული გაბარსული. თუ გაახსვერი არის. გრიგოლი შენს გასაგუნად ვიძახი გასაგუნად. ბანის ჯაჭვით კისერზე დაკიდული არ მოვხვიდე იქ. მას ნაყიდი მაქვს მე უკვე ბანკერისთვის სპეციალურად დასაცმელი ისეთი. კარგი სოლიდურიტასაც. ცელოფნის ის ვიყიდე პიჯაკი, მეტლახის შარვალი ვიყიდე. ქვის ფეხსაცმელები და რკინის ჰასტუხი. მაღლაძიეც რა. მაღლაძიეც შენს გემოვნებას რა. ღევანდელი სკოლის. რა იყო, ორი ჩავიხედე 2 წუთი იმაში და დაიწყეს სახი პოდიალი. ესე იქნება მოკლედ. ხო. ბანკეთზე კიდე 100 ლარი უნდა დადოთ. რა, რამდენი? 100 ლარი. 100 ლარი მას მაშინა ჩაგვიდია. დაგვიდია 100 ლარი მას ჯანელიძე რო ჯარიდან ჩამოვიდა მაშინ არ დაგვიდია. ხო, არ დაგვიდინა მაშინ სწორი. ო, და ეხლა დავდოთ 100 ლარი რა. არავინ არ გასულავს მას, ყველა კლასელი. ესე იგი რა გამოდის, რომ მე ეხა ვიტყუები თუ რა ჩემთვის მიმახის ფული? მიმახ, ესე იგი ჩემთვის ფული, რას ლაპარაკობ? ერთხელ არ მომიტეხია რაღაცა, 10 წელი რო ვიჯექი იმაში რა ქვია. აფერისტობაზე სიხეში ოფშიაკის ფული მე მეპარა, ისე მენდობოდა. როგორ გეკადრება? არა, მას ეხა მაგას არ კადრებთ, ეხა რომ გენდობით ეხა ბევრი არის 100 ლარი. მე არ დავდებ 100 ლარს მაგალითად. რატო არ დადებ? არ დავდებ 100 ლარს. რატო არ დადებ? არ დავდებ და არ წამოვალ იმ ბანკეთზე. რატო არ წამოხარ? რა ვინახარ? არ მინდა და არ წამოვალ. არ გინდა. ხო, არ გინდა ლოფთაძე, არ გინდოდეს. ბანკეტი არ გინდა და ის ცოცხალი შოუ გეყოლობა მარტო. არ უნდა. მეც ბევრი რამე არ მინდა. დირექტორმა მართლა თქვა რომ ისაო საჩუქარზე ეხლა ძალიან უშეწუხდები თუ არ არის საჭირო არაფერი. ხო, ბატონმა თენგიზმა თქვა რომ და არაფერი არ არის საჭირო საჩუქარზე. თუ მაინც და მაინც და რაღაცაო პატარა საჩუქრის ამბავშიო ერთი შუბა მიყიდეთო, ერთი სარაფანა მიყიდეთო, ერთი ის მიყიდეთო, რა ქვიაო, ბლუსკა მიყიდეთო, ერთი ის მაღლებზე რო არისო, შავი ფეხსაცმელებიო, ეგ დოლჩე გაბანაში რო იყიდებაო. აეგა და ერთი ისეთ და კალკოტკები მეტი არაფერი არ მინდა, ვერ მომწეს ეს. ესა მეტი არაფერი. მართლა დირექტორი შემოვა, დღეს მოსული იქნება უკვე და ყველაფერს ეგ დაალაგებს და ყველაფერს იტყვის. როგორც საჭირო. მობძანდი, მეგონი დირექტორია უკვე მოვიდა. მობძანდი ბატონო თენგიზ, მობძანდი. გამარჯობა ბავშვებო. დაი ზარმაშენზე ფისკულობ. დაჟიკი გიგონე დაჟიკი. ეს მაგრა ხარ ხმა. რა მოხდა ეხლა ვეღარ დავლაპარაკებულა. მოვედი ეხლა სპეციალურად მოვედი. ო დიდება შენს გამოჩენას. მოვედი. სპეციალურად ნიშნები უნდა დავტო სემესტრი ახლოვდება და სპეციალურად დავტო ნიშნები მაგის გულს. სპეციალურად აწერ ნიშნე? რა, კაი დამთხოვია და გიმთხოვია. სპეციალურად სემესტრის ბოლოსთვის უნდა გადავწყვიტო ნიშნები დამეწერა. ჩვენთვის. სპეციალურად სემესტრის ბოლოს სპეციალურად. ხო, სემესტრის ბოლოს სპეციალურად. ძალიან კარგი.
ფიზკულტურაში გამოსთა ბავშვი მოიგზადეთ. გამოსთა, არ გვაქვს მას გამოსთა ფიზკულტურაში. გეშლება რაღაც, მას შეიძლება გამოსთა. აბანაში გვაქვს. ფიზიკაში გვაქვს ჩვენ გამოსთა. ფიზიკაში გვაქვს. მე იგივე არ არის კულტურული ფიზიკა. ეს იგივე არის თურმე. ხო, არა არის. ნიშნებს უწერ ბავშვებს. რა ნიშნებს უწერთ, ძალიან მაინტერესებს. ვახტანგიშვილი. 4-იანი. კი არა, 2-იანი. რა მას? შეფსაკაში 2-იანი. რა 2-იანი მას? კარგით, რა. ყველა საგანში მყავს 5-იანი. მე რა მრავალფეროვნება მიყვარს. 5-იანი. ეხლა იცი რას გეტყვი? გურა მომისმინე რამ გამახსენა გურა მიკაცა. გაიოს მისმინე? ვახტანგიშვილს სულ 5-ები ყავს. სულ 5-ები ყავს. და იცოდე ნიშანი არ გაუფუჭო და 5-ზე დაბალი არ დაუწერო. ნიშნები არ გაუფუჭო და ნიშნები არ გაუფუჭო კიდე გრიგოლიას, იმიტომ რომ 2-ები ყავს სულ და 2-ზე მაღალი არ დაუწერო. მე რასაც დაუწერ მე ვიცი, მე გრიგოლიას დაუწერ საკადრიო ნიშნებს, გაიოს არტაშენიძე ფიზკულტუროლოგი. საკადრიო გრიგოლიას დირექტორი მოვა და გადაწყვიტა ყველაფერს, კაცო, ეგ შეიძლება დასაწყვეტი არ არის, ვის რა დაუწერს. არ შეაწუხა გული. დირექტორი ვერ მოვა. მოვა. აჰა, გეუნები ვერ მოვა. რატო ვერ მოვა გითო? გეუნები ახლა ვერ მოვა. რატო რა? აჰა, გითხარი ვერ მოვა მეთქი. შენ რასაც იტყვი ხო? რა ყმანული ვეღარ მიტან? ხო. ა? როდის გიტანი ერთი, როდის გიტანი? არ მოგწონ ვარ? დიდი მოსაწონი ხარ რა. რა, ესე სახეზე არ მოგწონ ვარ? არა, ტანზე გიჯდები რა. სახეზე არ მომწონვა. ესე სახეზე არ მოგწონ ვარ მე. რა მოსაწონი ხარ სახეზე? რა მოსაწონი? და ტაფაგაკ ბირთყული სიფარზე. ესე სახეზე არ მოგწონ ვარ სახეზე. არა, სახეზე არ მომწოხარ ვაფშე რა. აი, ვაფშე არ მომწოხარ, ვაფშე. მე რა პრობლემაა, გადავაფარე გაზეთი. გადავაფარე გაზეთი და რა პრობლემა არის რა. ა? მანო, მორიდება ცარა გაკ ბავშვებთან რა უნდა გაშიდები შენა. გადავაფარე გაზეთი. გადაიფარე და იყავი გაზეთი გადაგაფარებული მე. პარე მთლიანი გადაგაფარებ გაზეთს და იყავი. გრიგოლი აფიქიფეზე? ახალას, გაიზღას. დადექი? აჰა. აბა, ბოლოზარისთვის სიმღერა რო გასწავლე. აფია, მამ, გადატონ მანონიზე რო გასწავლე სიმღერა ის მიიმღერე, აბა? აბა, ვიმღეროთ ახლა. უხსმიდა მანონი? ნეტა რა ასა. ბოლოზარზე გამოდის ბავშვი და ბოლოზარზე. ხო, აბა ერთი მაგარი იქნება რა ვთქვი. გაიოს მოსწავლებელი რა მაგარი კაცია. ჯანსაღ ხელში ჯანსაღი სუია. მანონი მოსწავლებელი და გაიოს მოსწავლებელი როგორ ხდებიანი. გაიოს მოსწავლებელი ოჩა გრიგოლი, ოჩა. გაიოს აკოშენდე ფიზკულტურული დაჯიკი. კარგი ბიჭი. ძალიან მაგარი რა მიმომწვს. აჰა, მაგარია. სიმპტომები. ამას კაი ფონოგრამა. ფიზკულტურად მღერის. კი, მაგარია. კაი ფონოგრამა უნდა, ამაზე ევროვიზენიაზე ეგრევე განგაჩითულია რა. ეგრევე გაუშვით რა, მაგარია. შენ დაწერი ალბათ, ხო? ვიც დაწერა. ვიც დაწერა გააჯავე გრიგოლია. აი ახლა გაგაჯავებს ეს ნამდვილი გაჯავება. გრიგოლია. აი მასწავლი, მიდი. გრიგოლი მე გამაჯავე. აბა მე მიდი გაგაჯავებს. მიდი ერთი შენებურად. გრიგოლი. ზოთა შანზე ფსიქოლოგიაში. რატომ ისე გავეთე დაცემო? ლატა! გრიგოლი. მაგარი არის რა. ლატა. გრიგოლი, ერთი წუთი დადექი ახლა. სორდი სპენა, უცბად სპენა. აბა, გაკეთე, გადმოტონ მანუს პაროდია რო გასწავლე. მიდი გაკეთე. გრიგოლი შესაძლო. სკადა. შედით კლასში. ეგრე არ ვიძახი მე. ხედავ. არ ვიძახი მე. რა კარგად გააკეთა ბავშვმა, სუფთა მანონი ხარ. სუფთა მანონი, შენ გენაცვალე გრიგოლია, სუფთა მანონი ხარ. სუფთა. ამ საღამოს ასაკეთებ.
ამასთან მიდრა სამი სადინოთ. სალია. მალონი, ამას სალია, ო. ერთი წუთი მოიწე რაღაც უნდა გითხრა. რა უნდა გითხრა? მოიწე ერთი წუთი რაღაც უნდა გითხრა, ბავშვები არიან ახლა ვერ გითხრა. ბავშვებს მე არაფერს არ უმალავ გითხარი. მოიწე რაღაც უნდა გითხრა. რა გინდა თქვი კაცო რა მოიწი არა მოიწი და წაიწიე. მოიწე ტუჩებში რაღაც უნდა გითხრა. რა ბეჭავი ხარ? აი ბეჭავი ხარ სუფთა რა. ეგეც არის, ეგეც ვერ დაიმახსოვრე როგორ უნდა შეყვანე ბაზრის. ბეჭავი სუფთა რა. მანული, შენთან 6 მინდა. რა გინდა? 6. 6 გინდა? 6. რა 6? 6. რა 6? რას ბოდიალ? რა 6? აბა? სო? შემაწუ ხარა წადი რა დირექტორი მოვიდა. გამარჯობა. კარები ვინა მიჭედა ფიცებით? კაბინეტის კარები ვინა მიჭედა ფიცებით? ვერ გამოვდიოდი 2 საათი. ვინა ჭედა? ვინა უჭედა? შენ ახლა ხარ სკოლაში არა ხარ ვინა უჭედა? რომელი კარები? ვინა უჭედა? კაბინეტის კარები ჩემი მისარი. ისა ფიცები რო იყო შეაჭედილი და ხუთი ლუსმანი რო იყო ზემოდაკებოდა აქე და ჯოჯო და შო ქაღალდიში იყო შეტანილი რა? ხო ეგა. არ ვიცი? ვინა უჭედა ესენი არა უჭედამნე კაცო ვინა უჭედა ვიღაცა მაჭედა ის კარები და ვაი იმის ბრალი თუ მივაგენდი ხა მაგას მე მართალი ხარ ვაი იმის ბრალი წავაბრძანით ეხლა ბატონო და როგორ უნდა მარტო ჯდომა იმ ოთახში აჭედილ კარებში ეხლა დიახ წავიდეთ მე და თქვენ წავიდეთ და აი გავიზიარეთ თქვენს იმას რა ქვია მარტოობა და იმას მე და თქვენ მარტო შევიდეთ ოთახში და როგორ უნდა მარტო ჯდომა გავიზიარეთ თქვენთან ერთად იმ სიმარტოვეს მიბძავდით იმ სიმარტოვეს გავიზიარეთ სადმედია დედა ჩემის დასნა ბავშვებო პატეშკა მომეცით რა პატეშკა მომეცით რა პატეშკა მომეცით